ხდებოდა შევარდნაძე გაკეთებული ისე უჩუმრად ყნარად საქმეები. ებრაელების დაბრუნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო სხვათა შორის. იმიტომ რომ ისრაელი იყო საბჭოთა კავშირის მტრად გამოცხადებული და შევარდნაძემ ფაქტურად ამ მტერთან მიგრირებას გაუხსნა გზა. საერთოდ მოარღვია მთელი საბჭოთა ეს რკინის ფარდის პრინციპი. იქ გერმანიას რკინის ფარდა არა, მაგრამ კედელი მოურღვია. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საბჭოთა კავშირისთვის ქვეყანა ჩინეთთან შევარდნაძეს ჰქონდა ბრწყინვალე ურთიერთობა. ერთ-ერთი სახიფათო ირანი ხომეინი რო იქ იყო, შევარდნაძე იყო პირველი, ვინც შევიდა. მერე ხომეინმა დაარქვა თეთრი მელა. ეს კომპლიმენტია პოლიტიკაში. უბრალოდ იმან ჩაავლო ის, რომ ეს თამაშობს პოლიტიკაში და ანუ თეთრი რატო დაერქვა, ბუნებრივი იყო. ოღონდ რა თქმა უნდა ამას აკეთებდა თავის სტილში, ისე რომ აი გარშემოქმნიდა პირობებს, ოღონდ ვერავინ ვერ დაადებდა ხელს, რომ შენ ხარ ამის გამკეთებელია. ეს სიფრთხილე მას ჰქონდა.